მოცვის ყველა პრობლემა ხშირად კვებას არ უკავშირდება. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემა ენერგიაშია. როდის ხარჯავს ლურჯი მოცვი ზედმეტ ენერგიას და როგორ დავეხმაროთ ამ დროს მცენარეს. ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან გრძნობიერია სხვადასხვა სტრესის მიმართ. ეს სტრესი შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც სიცივით, ასევე გვალვით, უხვი მსხმოიარობით, ფესვთა სისტემასთან ახლოს მიკრო და მაკრო ელემენტების დაბლოკვით და სხვა მრავალი ბიოტური თუ აბიოტური ფაქტორებით. ამ საკითხის მოგვარებაში ძალიან გვეხმარება ჩვენ ამინომჟავები. ამ ვიდეოში განვიხილავ ამინომჟავების როლს ლურჯი მოცვის კულტურაში. მცენარე მისი განვითარების პერიოდში ნორმალური პირობების დროს თავად ახდენს ამინომჟავების სინთეზს და ამაში საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს. მაგრამ მაშინ, როდესაც მცენარის სხვადასხვა სტრესი ხდება, მას აღარ ყოფნის ენერგია თვითაღდგენისთვის, მცირდება ფოტოსინთეზი და მცენარე იწყებს ეგრეთ წოდებულ გადაღლას. განსაკუთრებით საყურადღებოა ყვავილობის წინა პერიოდი, იმიტომ რომ მცენარის ძალიან დიდი ენერგია ჭირდება ყვავილობის სრულყოფილი ჩატარებისთვის. და სწორედ ამ დროს, მას როდესაც თვითაღდგენისთვის ენერგია აღარ კმარა, ის იწყებს ყვავილების დაცვას, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს არაერთგვაროვან ნაყოფს და ნაკლებ მოსავალს. რაც ყველაზე მთავარია, ამ სტრესის შედეგს ჩვენ მაშინვე ვერ ვხედავთ. ეს თვალნათელი ჩნდება მაშინ, როდესაც გვაქვს უკვე მოსავალი და ის არც ისე სახარბიელოა. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მცენარეს ხელოვნურად ვაწვდით ამინომჟავებს, ის ზოგავს ენერგიას, კონცენტრირდება ყვავილობის სრულფასოვან დასრულებაზე და გვაქვს უფრო უხვი და მაღალი ხარისხის მოსავალი. აგროკომპანია ბარაქაში ჩვენ ვირჩევთ ესპანური კომპანია ველსამის წარმოების პროდუქტს ამინო 80, რომელიც საკმაოდ მაღალი ამინომჟავების შემცველობით არის წარმოდგენილი. მასში შედის თავისუფალი ამინომჟავები 80% და 11% ორგანული აზოტი. ეს არის პროდუქტი, რომელიც მოცვს ეხმარება ენერგიის დაზოგვაში, სტრესის დაძლევაში და ის აგრძელებს ნორმალურ ვეგეტაციას, მაშინაც კი, როდესაც პირობები საკმაოდ არახელსაყრელია. ამინო 80 არის 100%-ით ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, არის სერტიფიცირებული და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც წვეთოვან სარწყავ წყალთან ერთად, ასევე ფოთლოვანი შესხურებითაც. აგროკომპანია ბარაქაში ჩვენ ვირჩევთ ეგრეთ წოდებულ ჭკვიან პროდუქტებს და ეს არ არის უბრალოდ პროდუქტი, ეს არის ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილება.